რუდოლფ შტაინერი. სახარება მათესგან. მეხუთე თავი. იესუ პანდირას ძე. იესუ ბენ პანდირას. ნათესაობის ან სხვა რაიმე მიმართებით მას არაფერი აქვს საერთო იმ პიროვნებასთან, იმ ინდივიდუალობასთან, რომელსაც ჩვენ მათეს, ლუკას ან რომელიმე სხვა სახარებისეულ იესოდ მოიხსენიებთ. იესუ ბენ პანდირა, რომელიც ცხოვრობდა საუკუნით ადრე ქრისტეს მოვლინებამდე და რომელიც ქვებით ჩაქოლეს, ხოლო შემდეგ ხეზე ჩამოკიდეს. არ უნდა ავრიოთ იგი ყოველივე მასთან, რასაც სახარებების კომენტირებისას ვეხებით. ეს კარგად უნდა გვახსოვდეს. მე მინდა სრული კონკრეტულობით აღვნიშნო. იმისთვის, რათა მივუთითოთ იესუ ბენ პანდირას პიროვნებაზე და ვთქვათ, რომ იგი მართლაც არსებობდა, არავითარი ოკულტური შემეცნება, არავითარი ნათელხილვა საჭირო არ არის. მისი არსებობის ფაქტს ადასტურებს ძველებრაული თალმუდური დოკუმენტები. საკუთრივ იესოში იგი არაერთხელ არევიათ, მაგრამ პირველად ეს მოხდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე საუკუნეში. დღეს ჩვენ წმინდად სულისმეცნიერული კვლევით უნდა დავადგინოთ ამ ორი პიროვნების ისტორიული კავშირი. ამ კავშირს სიღრმისეულად გავიგებთ მხოლოდ მაშინ, თუ კი ერთხელ კიდევ ორიოდ სიტყვით კვლავ გავიხსენებთ კაცობრიობის ევოლუციას და მის წარმმართველ ბელადებს. თუ კი მზერას მივმართავთ იმ არსებებისკენ, იმ ინდივიდუალობებისკენ, რომლებიც ცნობილნი იყვნენ როგორც კაცობრიობის ევოლუციის უდიდესი ხელმძღვანელები, საბოლოოდ მივადგებით იმ მაღალ ინდივიდუალობათა რიგს, რომლებიც ბოთისატვებად იწოდებიან. თეორია მათ შესახებ ყველაზე უკეთ აღმოსავლეთშია დამუშავებული. მაშასადამ არსებობს ბოთისატვების გარკვეული რიცხვი. ესე იგი მაღალ ინდივიდუალობათა გარკვეული რიცხვი. მათი ამოცანაა იყვნენ კაცობრიობის უდიდესი წარმმართველები და ეპოქიდან ეპოქაში მისტერიების სკოლების მეშვეობით კაცობრიობაში ჩაღვარონ ცოდნა იმ არსებებსა და სამყაროებზე, რაც კი ადამიანებს ამა თუ იმ ეპოქაში მათი სიმწიფის შესაბამისად შეიძლება ეუწყოთ. ეს ბოთისატვები დროში მონაცვლეობენ. ერთი ბოთისატვა ყოველთვის მოქმედებს როგორც მისი წინამორბედის მემკვიდრე. დღეს ჩვენ უპირველეს ყოვლისა გვაინტერესებს ის ორი ბოთისატვა, რომელიც კაცობრიობის განვითარებასთან მიმართებაში ვახსენებთ. პირველი ის ბოთისატვა სუთჰოდანის ძე, რომელიც გახდა ბუდა. და მეორე, ვინც მოხსენიებული ბოთისატვას დიდებით, მისი მემკვიდრეობა ითავა. ამ მემკვიდრეობას იგი დღესაც განაგრძობს. აღმოსავლური სიბრძნის და ნათელმხილველური კვლევის თანახმიერებიდან შეიძლება ითქვას, რომ ეს მემკვიდრეობა კიდევ 2500 წელს გასტანს. ამ დროში დღევანდელი მმართველი ბოთისატვა დაფარავს იმ აღსავალს, რაც მისმა წინაპარმა განვლო, როდესაც ბუდას ღირსებამდე ამაღლდა და მაიატრეა ბუდას ღირსებამდე ამაღლდება მომავალში. კაცობრიობის ევოლუციის წარმმართველობაში ლაპარაკია იმ წარმმართველობაზე, რომელიც მასწავლებლის მეშვეობით ხორციელდება, არსებობენ თანმიმდევრულად ერთმანეთის მონაცვლე ბოთისატვები. ბოთისატვების ეს პლეადა ჩვენ უნდა განვიხილოთ როგორც კაცობრიობის ევოლუციის უდიდესი მასწავლებლები და არ უნდა ავრიოთ თავადი მოძღვრების წყაროსთან, საიდანაც ისინი კვლავ და კვლავ იღებენ იმას, რაც მათ, როგორც კონკრეტული ეპოქის შესატყვისი მოძღვრებები, კაცობრიობას უნდა გადასცენ. ესე იგი, ეს ბოთისატვების პლეადა არ უნდა აგვერიოს მოძღვრების წყაროსთან, საიდანაც ისინი იღებენ იმას, რაც უნდა გადასცენ კაცობრიობას, კონკრეტული ეპოქის შესაბამისად. ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ ბოთისატვების, ასე ვთქვათ, კოლეგია, ხოლო ამ კოლეგიის ცენტრში მათი მოძღვრების მასაზრდოებელი ცოცხალი წყარო. და ეს ცოცხალი წყარო სხვა არავინ გახლავთ, თუ არა ის, ვისაც ჩვენ ქრისტეს ვუწოდებთ.
ასე რომ ყველა ბოდჰისატვა ქრისტედან იღებს იმას, რაც მან განვითარების კვალდაკვალ ჟამთა დინებაში ადამიანებს უნდა გადასცეს. ბოდჰისატვამ უწინარეს ყოვლისა საკუთარი თავი უნდა მიუძღვნას მოძღვრებას, რომელიც მას ადამიანებისთვის მოაქვს მანამ, სანამ იგი ბოდჰისატვაა. რამე თუ ბუდას საფეხურს მიღწეული, იგი უკვე აღარ იბადება ფიზიკურ სხეულში. აღმოსავლური ფილოსოფიის თანახმად შეიძლება ითქვას, რომ გაუტამა ბუდამ მეფე სუთჰოდანას ძემ დაასრულა რა თავისი ბოლო ფიზიკური ინკარნაცია კვლავ განვლო რიგი ინკარნაციებისა ოღონდ ეთერულ სხეულამდე. მისი უახლოესი ამოცანა ვრცლად იქნა გაშუქებული ლუკას სახარებისადმი მიძღვნილ ლექციებში. ჩვენ დავინახეთ, რომ ლუკას სახარებისეული იესოს, ეგრეთ წოდებული ნათანის იესოს დაბადების ჟამს, როგორც ვიცით, მათეს სახარება სხვა სოლომონის იესოზე მოგვითხრობს. ესე იგი, დავინახეთ, რომ ლუკას სახარებისეული იესოს, ეგრეთ წოდებული ნათანის იესოს დაბადების ჟამს, ბუდას არსებამ, რომელიც იმჟამად ეთერულ სხეულში იყო განსხეულებული, ერთგვარად გამსჭვალა ნათანისეული იესოს ასტრალური სხეული. ამას აღწერს ლუკას სახარება, ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ ბუდად განსხეულების შემდეგ ეს არსება არა მოძღვრებისთვის, არამედ ცოცხალი მოღვაწეობისთვის იყო მოწოდებული. იგი იქცა რეალურ ძალად, რომელიც სულიერი სამყაროდან შემოდის და მოქმედებს ჩვენს ფიზიკურ სამყაროში. ეს სულ სხვა რამ გახლავთ. ერთია იმოქმედო მოძღვრების მეშვეობით და სულ სხვაა ცოცხალი ძალით, ზრდის ძალებით მოქმედება. ბუდად გარდასახვამდე ბოდჰისატვა არის მასწავლებელი, ხოლო ბუდად ქცეული იგი უკვე ცოცხალი ძალაა, რომელიც ამა თუ იმ მიმართებით აწესრიგებს, ორგანიზებას უწევს ცხოვრებებს. ასე ჩაერია ბუდა ნათანისეული იესოს ორგანიზაციაში, როგორც ამას აღწერს ლუკა და როგორც ვლინდება იგი თავისი ახალი წოდების შესაბამისად. ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-6 საუკუნიდან დღემდე იმ ბოდჰისატვას ნაცვლად, რომელიც მაშინ ბუდად გარდაისახა, უდიდეს მასწავლებელთა რიგებში, როგორც მისი მემკვიდრე, ჩადგა ის, ვინც შემდგომში მაეტრეა ბუდა გახდება. ამიტომ მოძღვრება, რომელიც კაცობრიობისთვის აუცილებელი გახდა იმ დროიდან, უფრო სწორად კი მას შემდეგ, როდესაც მოქმედებდა გაუტამა ბუდა სუთჰოდანას ძე, უნდა ვეძებოთ იმ ბოდჰისატვასთან, რომელიც გახდა მისი მემკვიდრე, რომელიც ავლენს თავის ინსპირაციას და თავის მოწაფეებში, თავის აზრდილებში ღრის იმას, რაც მათ სამყაროს უნდა ამცნონ. გუშინ აღნიშნე თუ როგორ შეირჩა ამ ბოდჰისატვას იარაღად ყოველივე ის, რაც თავმოყრილი იყო თერაპევტთა და ესეელთა თემებში და რომ ესეელთა თემში მოღვაწე ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე ამაღლებულ და სუფთა პიროვნებებს შორის იყო იეშო ბენ პანდირა. ასე გაბწყინდა ესეელთა მეშვეობით კაცობრიობისთვის ახალი ბოდჰისატვას მოძღვრების შინაარსი. ესეელთა ნამდვილი, ანუ უფრო ღრმა შინაარსის მატარებელი თემები, ეს გარე ისტორიითაც მტკიცდება, შედარებით მალევე გაქრა გოლგოთას მისტერიის შემდეგ. ამიტომ დაუჯერებელი ამაში არაფერია, თუ კი ვიტყვი, რომ არსებითად თერაპევტებისა და ესეელების თემები მნიშვნელოვან წილად დაარსებული იქნა, რათა ხელი შეეწყო იმისთვის, რათა სულიერი სფეროებიდან, ბოდჰისატვების სფეროებიდან დაშვებული იყო ის, რაც ხელს შეუწყობდა ქრისტეს მოვლენების მთელი სიდიადის გაგებას. ყველაზე მნიშვნელოვანი მოძღვრებები ქრისტეს მოვლენებაზე თერაპევტებისა და ესეელების თემებიდან მომდინარეობს. ასე აირჩა იესო პანდირას ძე ინსპირაციისთვის იმ ბოდჰისატვას მიერ, რომელიც მომავალში მაეტრეა ბუდა გახდება. იგი მოქმედებდა ესეელთა შორის. ინსპირირებული იმ მოძღვრებისადმი, პალესტინის მისტერიის, ქრისტეს მისტერიის წვდომის მცდელობაში რომ უნდა დაგხმარებოდა. უფრო დაწვრილებით თერაპევტებსა და ესეელებზე მხოლოდ სულის მეცნიერული კვლევით შეიძლება შევიტყოთ. ჩვენ, ვინც ანთროპოსოფიურ წრეში ვიმყოფებით, სადაც გაგებით ეკიდებიან ასეთ საგნებს, შეუზღუდავად შეგვიძლია ამოვაწვდინოთ თერაპევტებისა და ესეელების საიდუმლოთაგან ის, რაც მათეს სახარების და ასევე დანარჩენი სახარებების გაგებაში წაგვადგება. ჩვენ ისეთნაირად აღვწერთ ამ საიდუმლოებებს,
როგორც უნდა ფიქრობდეს და ვალდებულია კიდეც ფიქრობდეს სულის მეცნიერების წარმომადგენელი. ყველაზე არსებითი, რასაც აღწერდნენ თერაპევტებისა და ესეელების თემებში, რომლებიც სრული ზეობის პერიოდში 100 წლით ადრე ქრისტეს მოვლინებამდე თავიანთი მოძღვრებით ამზადებდნენ ქრისტეს გაგებას, იყო აქ გავრცელებული ხელდასხმის სახეობა. ხელდასხმა, რომელსაც ისინი იღებდნენ ქრისტეს მოვლინების ჟამს, სრულიად განსაკუთრებულად უნდა ყოფილიყო ძველი ებრაელობის აბრაჰამიზმის მნიშვნელობის ნათელმხილველური ცდომისადმი მიმარჯვებული. სწორედ ეს იყო თერაპევტების და ესეელების მისტერია. მათ წევრებს ეძლეოდათ ხელდასხმა, რათა სრული სიზუსტით ნათელმხილველურად ეხილათ ზემოაღნიშნული კანონზომიერი კავშირი. ამგვარ ესეელს უწინარეს ყოვლისა უნდა ესწავლა ნათელმხილველური ხედვა და სათანადოდ შეეფასებინა ის უმნიშვნელოვანესი, რაც ძველ ებრაელთათვის აბრაჰამის მეშვეობით მოხდა. ის, რომ აბრაჰამი იყო ჭეშმარიტი წინაპარი ძველი ებრაელი ხალხისა და მასში ჩადებულ მონაცემებს შემდგომში თაობიდან თაობაში ფილტრაცია უნდა განეცადა და სისხლში დალექილიყო, ეს ყველაფერი ესეელს უშუალო ნათელხილვით უნდა განეჭვრიდა. ესე იგი, რა უნდა განეჭვრიდა ესეელს უშუალო ნათელხილვით? ის, რომ აბრაჰამი იყო ჭეშმარიტი წინაპარი ძველი ებრაელი ხალხისა და მასში ჩადებულ მონაცემებს შემდგომში თაობიდან თაობაში ფილტრაცია უნდა განეცადა და სისხლში დალექილიყო. რათა გავიგოთ თუ როგორ შეიძლებოდა ერთი პიროვნების, ამ შემთხვევაში აბრაჰამის მეშვეობით, კაცობრიობის მთელი ევოლუციისთვის მომხდარიყო რაღაც მნიშვნელოვანი, ზედმიწევნით ზუსტად უნდა გავაცნობიეროთ ერთი არსებითი ჭეშმარიტება, რომ ყოველთვის, როდესაც ერთ კონკრეტულ პიროვნებას კაცობრიობის ევოლუციის განსაკუთრებულ იარაღად ირჩევენ, ეს პიროვნება განსაზღვრული ღვთაებრივ სულიერი არსების თანადგომას საჭიროებს. თუ კი რომელიმე თქვენგანი დასწრებია როზენკროიცერული მისტერიის წარმოდგენას მიუნხენში, ან თუ წაუკითხავს იგი, ეცოდინება, რომ პიესის მთავარი დრამატული კვანძი იკვრება იქ, სადაც იეროფანტი მიუთითებს მარიას, რომ მისი მისიის აღსრულება შესაძლებელი გახდა მხოლოდ და მხოლოდ უმაღლესი არსების ჩარევის მისი ზემოქმედების წყალობით. მარიაში ეს იწვევს იმას, რასაც შეიძლება ეწოდოს უმაღლესი წევრების დაბალთაგან გამოყოფა. თან ისე, რომ ამ უკანასკნელთ შეიძლება დაეუფლოს ქვენა სული. ეს კიდევ ერთხელ წავიკითხოთ ეს ადგილი. ესე იგი, მარიაში ეს იწვევს იმას, რასაც შეიძლება ეწოდოს უმაღლესი წევრების დაბალთაგან გამოყოფა, ეს ბრჭყალებშია. ესე იგი, უმაღლესი წევრების დაბალთაგან გამოყოფა ისე, რომ ამ უკანასკნელთ შეიძლება დაეუფლოს ქვენა სული. ეს როზენკროიცერული ისტორია, თუ კი შვინვიერად მთლიანად მიენდობით მის ზემოქმედებას, კაცობრიობის ევოლუციის უდიდეს იდუმალებათა ყურადღებაში დაგეხმარებათ. რაგიღა აბრაჰამს ასეთი მნიშვნელოვანი როლი დაეკისრა კაცობრიობის ევოლუციაში, მის შიდა ორგანიზაციაში უნდა შეეღწია იმას, რასაც ადრე ატლანტიდის დროინდელი ადამიანები აღიქვამდნენ როგორც სულს, რომელიც ქმნის და ამ ქმნადობაში მსჭვალავს და განაცოცხლებს გარე სამყაროს. პირველად ეს აბრაჰამში მოხდა. ამან პირველად გახადა შესაძლებელი სულიერი ხედვის შეცვლა. ყოველ შემთხვევაში, იმისთვის, რათა ეს აღსრულებულიყო, აუცილებელი შეიქნა განსაზღვრული ღვთაებრივ სულიერი არსების ზემოქმედება. შეიძლება ითქვას, რომ ღვთაებრივ სულიერმა არსებამ აბრაჰამის ორგანიზმში ჩადო ჩანასახი. ყველა იმ ორგანიზაციისა, მისგან თაობიდან თაობაში, რომ უნდა წარმომდგარიყო. ამ დროის ესეელი ასე მიმართავდა თავის თავს. ჩანასახი, რომელმაც საკუთრივ ებრაელიერი წარმოქმნა და რომლის წყალობითაც მან შეძლო გამხდარიყო ქრისტეს მისიის მატარებელი, თავიდან შექმნა იმ იდუმალმა არსებამ, რომელსაც შეიძლება მიაგნო მხოლოდ მაშინ, თუ კი ჩაყვები და ჩაეძიები თაობათა მთელ რიგს აბრაჰამამდე. მან შეაღწია აბრაჰამის შიდა ორგანიზაციაში, რათა შემდეგ სისხლის მეშვეობით, როგორც ერთგვარ სახალხო სულს, ებრაელ ხალხში ემოქმედა, ვისაც სურს გაიგოს კაცობრიობის ევოლუციის ეს ბოლო საიდუმლო
უნდა ამაღლდეს იმ სულამდე, რომელმაც ეს ჩანასახი ჩანერგა და მიაგნოს მას იქ, სადაც იგი ჯერ აბრაჰამის გარეთ იმყოფება, ანუ ჯერ არ შეუღწევია აბრაჰამის ორგანიზაციაში. ამიტომ ესეელი ამბობდა, თუ კი ადამიანს ძველი ებრაელი ხალხის მაინსპირირებელ და განმანათლებელ სულთან მიახლება სურს, თუ კი სურს სიწმინდის მთელი სისავსით იხილოს იგი, მან ჯერ როგორც ესეელმა, ან როგორც თერაპევტმა, უნდა გაიაროს გარკვეული განვითარება, რომლითაც იგი განიწმინდება ყოველივესგან, რაც ადამიანის სამშვენელს აბრაჰამიდან დღემდე ფიზიკური სამყაროდან მიტმასნებია. რამე თუ ესეელის აზრით, სულიერი არსება, რომელსაც ადამიანი თავის წიაღ ატარებს და საერთოდ კაცობრიობის განვითარების შემწე ყველა სულიერი არსება, მათი სრული სიწმიდით მხოლოდ სულიერ სამყაროში შეიძლება იხილო. მაგრამ რამდენადაც ეს სულიერი არსებები ჩვენში ცხოვრობენ, ისინი შებრალულნი არიან ფიზიკურ გზნობადი სამყაროს ძალებით. ესეელთა წარმოდგენით და შემეცნების გარკვეულ სფეროში ეს უდავოდ სწორიცაა, იმ დროის ყოველი ადამიანი თავის თავში სრულად ატარებდა იმას, რაც წარსულში მის სამშვენელში შემოვიდა როგორც ბიწიერება და დაბინდა სულიერ სამყაროში ხედვის უნარი. ადამიანს აღარ შეეძლო ნათელი ხედვით აღექვა სულიერი არსება, რომელმაც აბრაჰამში ზემოაღნიშნული ჩანასახი ჩანერგა. აქედან გამომდინარე, ყოველი ესეელის სამშვენველი უნდა გაწმენდილიყო მისგან, რაც ამ ჩანასახს მიეთმასნა და შეიძლება ითქვას დაბინდა მზერა მიმართული იმ არსებისკენ, რომელიც ამ თაობების სისხლში ცხოვრობდა. ასე რომ მხოლოდ განწმენდილ სამშვენველს შეეძლო მისი ხილვა. სულიერი განწმენდის ყველა მათეული ხერხი, ყველა სავარჯიშო, მიზნად ისახავდა სამშვენველის გათავისუფლებას, შთამომავლობით მიღებული ყველა იმ ზემოქმედებისა თუ შთამომავლობითი თვისებებისგან, რომელთაც აბრაჰამის მაინსპირირებელი სულიერი არსებისკენ მიპყრობილი მზერის დაბინდვა შეეძლო. რამე თუ ის უინტიმურესი, შინაგანი, სულიერ მშვენიერი არსება, ადამიანი თავის თავში რომ ატარებს, მემკვიდრეობით მიღებული მანკიერებითაა დაბინდული და შებრალული. არსებობს ერთი სულის მეცნიერული კანონი, რომელიც თავიანთი ნათელმხილველური კვლევების და გამონათებების წყალობით ესეელებსაც შეეძლოთ აღესრულებინათ. სახელმწიფო შთამომავლობის 42 საფეხურს ზემოთ მემკვიდრეობითი ზემოქმედებანი სავსებით წყდება. სამშვენველი თავისუფლდება მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ამ 42 საფეხურს გაივლის. ეს ნიშნავს, მავანმა რაღაც მიიღო დედმამისგან, რაღაც ბებია ბაბუისგან და ასე შემდეგ, მაგრამ რაც უფრო შორდება იგი თავის წინაპრებს, მით უფრო და უფრო ნაკლებად იჩენს მასში თავს ადამიანის მემკვიდრეობით მიღებული შებრალული შიდა არსი. ხოლო სავსებით იგი მხოლოდ 42 თაობის შემდეგ თავისუფლდება. ამ დროის განმავლობაში მემკვიდრეობითი ზემოქმედებანი ინკრევა, რა ლამაზი სიტყვა აქვს. ლიაყიფიანს მოძებნილი. ამიტომ ესეელთა განწმენდა მიმართული იყო იმისკენ, რომ შინაგანი ვარჯიშების გზით, ბეიჯით, გულმოდგინე შრომით, სამშვენველიდან განედევნათ ის, რაც ამ 42 თაობის განმავლობაში სამშვენველში გროვდებოდა როგორც ბიწიერება. აქედან გამომდინარე, ყოველი ესეელი თავს ვალდებულად მიიჩნევდა შეესრულებინა რთული შინაგანი სავარჯიშოები, გადაელახა რთული მისტიკური წინააღმდეგობები. ამ გზით ესეელები სამშვენველის განსაწმენდად აუცილებელ 42 საფეხურს გადიოდნენ. ეს მართლაც იყო 42 ზუსტად განსაზღვრული საფეხური, რომელიც ესეელს თავის არსებაში, თავის წიაღში უნდა გაევლო. ამის შემდეგ მან იცოდა, რომ სავსებით თავისუფალია გრძნობადი სამყაროს ყველა ზემოქმედებისგან, რამაც როგორც ბიწიერება მასში მემკვიდრეობის გზით შემოაღწია. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ფარავდა ესეელი ამ 42 საფეხურს და მასში ისადგურებდა საკუთარი შინაგანი არსების, თავისი ცენტრალური ბირთვის ღვთაებრივ სულიერთან ნათესაობის გრძნობა. ამიტომაც იგი ამბობდა, ამ 42 საფეხურის ავლით მე ავდივარ ღმერთთან, რომელსაც მიველტვი. ესეელს სავსებით ცხადად ჰქონდა წარმოდგენილი, თუ როგორ უნდა მიახლებოდა დედამიწაზე ჯერ არ დაშვებულ
მისტერიაში არ შემოსულ სულიერ არსებას. მისთვის ცნობილი იყო აღსავლის გზა. მან ეს საკუთარი გამოცდილებიდან იცოდა. იმდროინდელი ადამიანთაგან მხოლოდ თერაპევტები და ესეელები ფლობდნენ სწორ ცოდნას ისეთი მოვლენისა, როგორიცაა აბრაჰამის მოვლენა. მათ ეს იცოდნენ, რამე თუ ეს შთამომავლობით მემკვიდრეობასთან იყო დაკავშირებული. მაშასადამე, რათა მიახლებოდნენ იმ არსებას, რომელიც მემკვიდრეობით ხაზზე იდგა და რათა შეეღწიათ იქ, სადაც ეს არსება მატერიაში შემოსვლამდე, ანუ ფიზიკურ განსხეულებამდე იმყოფებოდა, ამისთვის მათ 42 თაობის შესატყვისი, 42 საფეხური უნდა გაევლოთ. ხა ეს პასაჟი საოცარია და გავიმეოროთ კიდევ ერთხელ, რომ მაშასადამე რათა მიახლოებოდნენ იმ არსებას, რომელიც მემკვიდრეობით ხაზზე იდგა და რათა შეეღწიათ იქ, სადაც ეს არსება მატერიაში შემოსვლამდე, ანუ ფიზიკურ განსხეულებამდე იმყოფებოდა, ამისთვის მათ 42 თაობის შესატყვისი, 42 საფეხური უნდა გაევლოთ. მაშინ მიზანი მიღწეული იქნებოდა, მაგრამ ესეელებმა სხვა რაღაცაც იცოდნენ. სახელდობრ, როგორც ადამიანი გაივლის 42 თაობის შესაბამის 42 საფეხურს, რათა მიახლოს ამ ღვთაებრივ არსებას, ასევე ღვთაებრივი არსებაც, თუ კი მას სურს შემოვიდეს და გაჯერდეს ადამიანის სისხლში, 42 საფეხურით უნდა დაეშვას. ანუ საპირისპირო გზა უნდა განვლოს. თუ კი ადამიანი 42 საფეხურს გადის, რათა ღმერთს მიაღწიოს, ასევე ღმერთიც, რათა გახდეს ადამიანი ადამიანთა შორის, 42 საფეხურით უნდა დაეშვას. ასე ასწავლიდნენ ესეელები და სხვათა უწინარეს, ასე ასწავლიდა იეშუ ბენ პანდირა, ინსპირირებული ბოდჰისატვას მიერ. ესეელების მოძღვრების თანახმად, არსება, რომლისგანაც ინსპირირებულმა აბრაჰამმა თავის საკუთარ ორგანიზაციაში ღვთაებრივი ჩანასახი მიიღო, სრული განსხეულებისთვის 42 თაობას საჭიროებდა. თუ კი ეს ვიცით, მაშინ იმ წყაროსაც მივაკლევთ, საიდანაც მათეს სახარების ავტორმა ეს ცოდნა მოიპოვა. იგი სწორედ 42 თაობას გასდევს. ხოლო იესო პანდირას ძე იყო ის, ვინც ესეელთა მთელი ყურადღება ერთი საგნისკენ მიაპყრო. თავად იგი ცხოვრობდა იმ საუკუნეში, როდესაც ჯერ არ შეეძლო ამ 42 საფეხურის გავლა. ამისთვის კიდევ ერთი საუკუნე იყო საჭირო. იეშუ ბენ პანდირა ესეელთა ყურადღებას იმაზე ამახვილებდა, რომ მათ ძალუძთ ამ 42 საფეხურის გავლა, მაგრამ მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ძალუძთ თავიანთი თავი ისტორიულად არსებულს დაუკავშირონ. შემდეგ კი მათ მხოლოდ ზეციური წყალობის ძალით შეუძლიათ განაგრძონ სვლა. მაგრამ დადგება ის დრო, როცა ეს იქნება ბუნებრივი მოვლენა, როდესაც დაიბადება ადამიანი, რომელიც თავის თავში ჰპოვებს უნარს საკუთარი სისხლის მეშვეობით, ავიდეს ისეთ სიმაღლეზე, რომ მიიღოს მასზე გარდმოსული ღვთაებრივი ძალა, რომლის მეშვეობითაც იგი შეძლებს ძველებრაელი ხალხის მთელი სული, იაღვოვას სული თვალნათლივ ავლინოს ებრაელი ხალხის სისხლში. იეშუ ბენ პანდირა ასწავლიდა, თუ კი ზარათუსტრას აურა მასდაოს მქადაგებელს, ადამიანის სხეულში განსხეულება უწერია, ეს მოხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს ადამიანური სხეული ისეთნაირად იქნება მომზადებული, რომ მისი ამავსებელი ღვთაებრივ სულიერი არსება 42 დაღმავალ თაობას გაივლის. ამით ჩვენ მივუთითებთ იმაზე, რომ სწორედ ესეელთა თემში დაედო დასაბამი მოძღვრებას თაობებზე, რომლითაც იწყება მათეს სახარება. თუ კი ამ ფაქტების სიღრმისეული გაგება გსურს, მთელ ამ ვითარებაში უნდა გამოვკვეთოთ ერთი მეტად მნიშვნელოვანი მომენტი. ყოველივე, რაც დაკავშირებულია კაცობრიობის ევოლუციასთან, ადამიანის განვითარებასთან, ჩვენკენ ორ მხრივ მოილთვის. უბრალოდ იმიტომ, რომ ადამიანი ორად გახლეჩილი არსებაა. როდესაც ადამიანი თავისი დღის ცნობიერებით ჩვენს პირისპირ დგას, მისი 4-ვე წევრი
ახლა აქ ლაპარაკია ეთერულ ასტრალურ ფიზიკურ ეთერულ ასტრალურ სხეულზე და მეზე, ხო, ეს 4-ვე წევრი შენაწევრებულია და ამ გაურებას ერთბაშად ვერც შევამჩნევთ. მაგრამ ღამით, თუ კი ძალგვიც აღვიქვათ ადამიანის მთლიანი არსება, მკაფიოდ ვხედავთ მას ორად გაყოფილს. ფიზიკურ სამყაროში დარჩენილი ფიზიკური და ეთერული სხეულები და მათგან გამოყოფილი ასტრალური სხეული და მე. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი ამ ორი ნაწილისგანაა. თუ კი გსურს ვთქვათ, თუ რითა ადამიანი ჩართული ფიზიკურ სამყაროში, ჩვენ საკუთრივ მხოლოდ ფიზიკურ და ეთერულ სხეულებზე უნდა ვილაპარაკოთ. ყველა ადამიანური საჭიროებები საბოლოო ჯამში მხოლოდ ფიზიკურ და ეთერულ სხეულებამდე აღწევს. თუმცა დღისით სიფხიზლისად მათთან ორი დანარჩენი წევრიც თანამონაწილეობს. დღისით ადამიანი თავისი მე და ასტრალური სხეულით ფიზიკურ ეთერულ სხეულებზე ზემოქმედებს. ძილის წინ კი საკუთარი თავის ანაბარა ტოვებს მათ. მაგრამ როგორც კი ადამიანი ძილს ეძლევა, იმ მომენტიდან სამყაროს სივრცეებიდან მოქმედებას იწყებენ ძალნი და არსებანი და მსჭვალავენ ადამიანის მიტოვებულ წევრებს. ასე რომ ჩვენ რეალურად ადამიანის ფიზიკურ და ასტრალურ სხეულებზე კოსმოსის აქტიურ ზემოქმედებასთან გვაქვს საქმე. მაგრამ სწორედ საწოლში დარჩენილი მძინარე ადამიანის ნაწილი ჩვენი არსების გარეგან მხარეს რომ შეადგენს, ჩვენი ფიზიკური და ეთერული სხეულებია ჩადებული 42 თაობაში. ესე იგი, ამ 42 თაობაში არის ფიზიკური და ეთერული სხეული ჩადებული. სწორედ ეს გადადის მემკვიდრეობით. თუ კი დაწყებული პირველი თაობიდან 42 თაობას ავყვებით და თავს მოვუყრით ყველაფერს, რაც ფიზიკურ სხეულს ეკუთვნის, ამის შემდეგ, ესე იგი 42 თაობის შემდეგ, კვალსაც ვეღარ ვნახავთ იმისა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და არსებითი იყო ამ ჯაჭვის სათავეში. ამრიგად, 6-ჯერ 7 თაობაში ჩადებულია ის, რაც საკუთრივ არსებობს და ძალას ავლენს მძინარე ადამიანის ფიზიკურ და ეთერულ სხეულებში. ყველაფერი, რაც ამ ორ სხეულში არსებობს, ანუ ფიზიკურში და ეთერულში, როგორც მემკვიდრეობითი თვისებები, უნდა მოვიძიოთ წინაპრებში, მაგრამ მხოლოდ 42 თაობის ფარგლებში. ამ ზღვარს იქით, ჩვენ უკვე მსგავს ვერაფერს ვნახავთ. უფრო ადრინდელი თაობების ნიშანდობლიობანი პირწმინდად გამქრალია. მაშასადამე თუ კი ადამიანის არსების გარეგნულ მხარეს ვიხილავთ, ჩვენ ვაკვლევთ ძალას დაკავშირებულს 42 თაობასთან. ეს ძალა მსჭვალავს ადამიანს. ადამიანის დროში განვითარება ეფუძნება ერთგვარ რიცხობრივ კანონზომიერებებს. მოდით განვიხილოთ ეს რიცხობრივი ფარდობითობა, რათა შემდგომში უკეთ გავითვალისწინოთ იგი. განვიხილოთ ისე, როგორც ამას მათეს სახარებაში მოცემული მემკვიდრეობითი ნუსხის გაგება ითხოვს. ყველაფერი, რაც ფიზიკურ სხეულს ეხება, დაკავშირებულია 42 თაობასთან. ვინაიდან ყოველივე დროის მიერი, ანუ ყოველივე, რაც დროში განვითარებას მოიაზრებს, დაკავშირებულია რიცხვთან 7. ამიტომ ის განვითარება, რომელიც ყველაზე ადრინდელ ფიზიკურ შთამომავლობით ნიშნებამდე ადიოდა, ესეელების თემში დაკავშირებული იყო რიცხვთან 7. ესეელი ასე სჯიდა, შენ უნდა განვლო 6-ჯერ 7, ანუ 42 საფეხური და შეხვიდე შემდეგ 7 წლეულში, რომელიც განასრულებს 7 ჯერადობას, ანუ 7-ჯერ აღებულ 7 საფეხურს, 49-ს. მაგრამ ის, რაც 42 საფეხურის იქით ძევს, აღარ მიეკუთვნება იმ ძალებს და არსებებს, რომლებიც ფიზიკურ და ეთერულ სხეულებში მოქმედებენ. მართალია, ფიზიკური და ეთერული სხეულების ევოლუცია 7ჯერადობის კანონის თანახმად 7-ჯერ 7 თაობის შემდეგ სრულდება, მაგრამ ბოლო 7 თაობაში უკვე სრული გარდასახვა აღინიშნება, ისე რომ პირველი 7 თაობიდან უკვე აღარაფერია დარჩენილი. ამდენად, ჩვენთვის საყურადღებო 6-ჯერ 7-ის ფარგლებში უნდა მოვიძიოთ. მაგრამ, როცა 7ჯერადობა მთავრდება, ჩვენს წინაშეა ის, რაზეც ვამბობთ, რომ ეს არის სრულიად ახალი რაღაც. სფერო, რომელშიც შედიან 42 თაობის შემდეგ, დაკავშირებულია უკვე არა ადამიანურ, არამედ ზეადამიანურ ყოფიერებასთან.
ასე რომ არის 6-ჯერ 7 თაობა დაკავშირებული დედამიწასთან, ხოლო მის იქით მე-7-ჯერ განმეორებული 7 უკვე მიწიერ მიჯნას სცილდება. ეს არის ნაყოფი სულიერი სამყაროსთვის. 6-ჯერ 7-ის შემდეგ იზრდება ნაყოფი, რომელიც სულიერი სამყაროსთვის 7-ჯერ 7-ში მწიფდება. ამიტომაც ისინი, ვისი წიაღიდანაც აღმოცენდა მათეს სახარება, ასე ამბობდნენ: ფიზიკური სხეული, რომელიც გამოიყენა ზარათუსტრამ 42 თაობის განმავლობაში, იმდენად მომწიფდა, რომ განსულიერების გაღმერთების მიჯნას მიადგა. მან მიაღწია 53 თაობას, როდესაც შესაძლებელია დეიფიცირება, ანუ გაღმერთება, მაგრამ არ გადავიდა მასში, არამედ სხვა არსება ჩაინაცვლა. არსება, რომელმაც როგორც ზარათუსტრას სულმა დედამიწაზე იესო ნაზარეველში იცხოვრა. ამრიგად, რიცხვების საიდუმლოს აღსრულების გზით მოხდა ის, რასაც ნაზარეველი იესოში ჩასახულ ზარათუსტრას სამშვენველისთვის შესაბამისი სხეული და შესაბამისი სისხლი უნდა მიეცა. ესე იგი, რიცხვების საიდუმლოს აღსრულების გზით მოხდა ის, რასაც ნაზარეველი იესოში ჩასახულ ზარათუსტრას სამშვენველისთვის შესაბამისი სხეული და შესაბამისი სისხლი უნდა მიეცა. ასე მომზადდა კაცობრიობის განვითარებისთვის ყოველივე ის, რაც ფიზიკურ და ეთერულ სხეულებს ეხება. მაგრამ ქრისტეს არსების მატარებელ ადამიანში, ისევე როგორც ყველა სხვა ადამიანში, უნდა მომზადებულიყო არა მარტო ფიზიკური და ეთერული, არამედ ასევე ასტრალური სხეული და მე. ასეთი უდიდესი მოვლენა ვერ განხორციელდებოდა ერთი ადამიანის, ერთი პიროვნების მეშვეობით. საჭირო იყო ორი პიროვნება. ფიზიკური და ეთერული სხეულები მომზადდა იმ პიროვნების მიერ, ვისზეც მოგვითხრობს მათეს სახარება. ხოლო ასტრალური სხეული და მე ლუკას სახარების ნათანისეული იესოს მიერ იქნა მომზადებული. თუკი მათეს სახარებაში აღწერილმა იესომ მიიღო შესაბამისი ფიზიკური თუ ეთერული სხეულები, ლუკას სახარების იესო შესაბამის ასტრალურ სხეულსა და შესაბამის მეს ფლობდა და როგორ მოხდა მათი მომზადება. ჩვენ დავინახეთ, რომ 42 თაობის ძალები და შესაძლებლობები მზადდებოდა სრულიად განსაკუთრებულად, რათა წარმოქმნილიყო ადამიანური არსების ისეთი წევრები, როგორცაც საჭიროებდა მათეს სახარების იესო. მაგრამ ასტრალური სხეული და მეც უნდა მომზადებულიყო, რათა შემდგომში მართებულად შერთვოდა ორ დანარჩენ სხეულს. ლუკას სახარების იესოს შესაბამისი მომზადება უნდა გაევლო. ამასთან მიმართებაში განვიხილოთ ძილის მდგომარეობა. დაბალი ნათელხილვის მონაგარია აზრი, რომ მძინარე ადამიანს ნისლოვანი ღრუბლის სახით გარე ეფინება მთელი მისი ასტრალური სხეული და მე. სინამდვილეში ძილის დროს ადამიანი ტოვებს თავის ფიზიკურ და ეთერულ სხეულებს და მთელ კოსმოსში ივრცობა, იღვრება მასში, რაც ჩვენს კოსმოსს ეკუთვნის. საკუთრივ ჩვენი ძილის საიდუმლოებაც ის არის, რომ ჩვენ ციურ მნათობთა სამყაროდან ასტრალური სხეულის მეშვეობით ვიღებთ იმ უწმინდეს ძალებს, რომლებიც გამოღვიძებისას, როდესაც კვლავ უნდა დავიძიროთ ფიზიკურ და ეთერულ სხეულებში, თან მოგვაქვს იქიდან. ასე გამოვდივართ ძილიდან გაძლიერებული და განახლებული ყოველივე იმით, რაც შევიწოვეთ და შევისისხლხორცეთ მთელი კოსმოსიდან. აი რამ ხელმისაწვდომობა აქვს ნორმალურ ძილს, ხო სწორია? იმიტომ რომ ძილის დროს ციურ მნათობთა სამყაროდან ასტრალური სხეულის მეშვეობით ვიღებთ აი უწმინდეს ძალებს. თუკი ადამიანი დღეს და ასე იყო ქრისტე იესოს დროსაც ხდება ნათელმხილველი მაღალი გაგებით, რა უნდა განიცადოს მან ნორმალურ ვითარებაში? დღევანდელი ადამიანი, როდესაც იგი თავისი ასტრალური სხეული და მეთი გამოდის ფიზიკური და ეთერული სხეულებიდან, არაცნობიერ მდგომარეობაში იმყოფება მაგ დროს, ხო სწორია? მაგრამ ნათელმხილველურმა ცნობიერებამ
ფიზიკური და ეთერული სხეულების გამოუყენებლადაც უნდა შეძლოს ხედვა. ამ დროს მისი იარაღი, სამოქმედო ინსტრუმენტი არის ასტრალური სხეული და მე. მაშინ ნათელმხილველური ცნობიერება ეზიარება ციურ მნათობთა სამყაროს და აღიქვამს ყოველივე მასში არსებულს. იგი არა მარტო იხედება იქ, არამედ თავად შედის ციურ მნათობთა სამყაროში. როგორც ესეელთა ცნობიერება გადიოდა დროის თანმიმდევრობის გამჭოლ, რომლის საფუძველში იდო რიცხვი 7, ზუსტად ასე უნდა გაიაროს ადამიანმა ის საფეხურები, რომლებიც მას სამყაროს სივრცეულის ნათელმხილველური აღქმის შესაძლებლობას მიანიჭებს. ბევრჯერ მიმითითებია იმ საშიშროებებზე, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას განვითარების როგორც ერთმა, ისე მეორე მხარე. ესეელებმა ფიზიკურ ეთერულ სხეულებში, ესეელები ფიზიკურ ეთერულ სხეულებში ეშვებოდნენ, რათა მათ გამჭოლ გავლისას ეპოვნათ ღმერთი. ეს იმას გავს, რომ ადამიანმა გამოღვიძებისას დაინახოს არა მისი გარემომცველი სამყარო, არამედ ჩაღრმავდეს ფიზიკურ და ეთერულ სხეულებში, რათა განჭვრიტოს მათი ძალები, ესე იგი, შიგნიდან განჭვრიტოს თავისი გარეგნული გარსები. მაგრამ გამოღვიძებისას ადამიანი არაცნობიერად შედის ფიზიკურ და ეთერულ სხეულებში, რადგანაც გამოღვიძებების მომენტში მის ცნობიერებას იკავებს გარე სამყარო. და ეს იგი არაცნობიერად შედიხარ მაგდროს ფიზიკურ და ეთერულ სხეულში. მისი ცნობიერება არ არის მიმართული ფიზიკური და ეთერული ძალებისკენ. ესეელებში არსებითი იყო სწორედ ის, რომ მათ ისწავლეს 42 თაობიდან მომდინარე ძალების აღქმა. მათ ისწავლეს ყურადღების მოწყვეტა მისგან, რასაც მზერა გარე სამყაროში აწყდება და ისწავლეს ფიზიკურ და ეთერულ სხეულებში ჩაშვება ჭვრეტად იმისა, რაც იქ ცხოვრობდა როგორც 6-ჯერ და 7-ჯერ თაობის იდუმალება. ზუსტად ასე უნდა შეესის ადამიანი ზენას. თუ კი სურს ამაღლდეს კოსმოსში, თუ კი სურს გაიგოს მთელი კოსმოსის საფუძველში განბეჭდილი იდუმალებები, ეს უფრო დიდებულია. მაგრამ თუ კი ადამიანი ეშვება საკუთარ შიდა არსში, მას ელის საშიშროება შეპყრობილ იქნას საკუთარი შინაგანი სამყაროს მთელი ძალებით, ვნებებით, სურვილებით, ყოველივე იმით, რაც სამშენველის ფსკერზე თვლებს და რასაც ადამიანი წესისამებრ ყურადღებას არ აქცევს და საერთოდ არც კი ვარაუდობს მის არსებობას, იმიტომ რომ მას ამისგან, ამ ძალთა შემეცნებისგან იცავს გარეგნული აღზრდა. მას არ ეძლევა შემთხვევა ჩაბარდეს ამ ძალებს, რადგან გამოღვიძებისთანავე მის მზერას იპყრობს გარემომცველი სამყარო. თუ კი საკუთარ შინაგან არსში ჩაღრმავებისას არსებობს საშიშროება, რომ ადამიანს, ასე ვთქვათ, დაეუფლოს საკუთარი ბუნების ყველაზე ქვენა ზრახვები და ეგოისტური ძალები, მეორე საშიშროებაა ის, როდესაც განიცდის საკუთარი არსის მთელ კოსმოსში გამრცობას. ამ განწყობას ყველაზე უკეთ განსაზღვრავთ, თუ კი ვიტყვით, ვინც დაძინების მომენტს ცნობიერად განიცდის, ანუ ვინც დაძინებისას იმდენად ინარჩუნებს ცნობიერებას, რომ თავის ასტრალურ სხეულსა და მეში სულიერი აღქმის იარაღს ფლობს, მას ასტრალური სიბრმავის საშიშროება ემუქრება. მას იუფლებს შეგრძნება, რომ მზეს პირისპირ უსწორა თვალი. მას თვალს ჭრის შთაბეჭდილების ძალა, სიდიადე, უჩვეულო სირთულე. საფეხურეობრივი დაღმავლობის გარდა, რომელსაც ესეელები მიმართავდნენ, რათა სრულად გაეგოთ ის მემკვიდრეობითი ნიშნები ფიზიკურ და ეთერულ სხეულებში 7-ჯერ 6-ის რიცხობრივი იდუმალებით რომ აღინიშნება, არსებობს ასევე რიცხვების საიდუმლო, რომელშიც აისახება ის, თუ როგორ აღწევს ადამიანი კოსმოსურ იდუმალებათა შემეცნებას, უდიადეს სამყაროს მაკროკოსმოსის შემეცნებას. ამ საიდუმლოსთან ყველაზე უკეთ და ყველაზე ახლოს მივალთ, თუ კი გამოვიყენებთ იმას, რაც გარეთ კოსმოსში თავისთავად არსებობს, როგორც ციურ მნათობთა ძრაობა და კონსტელაცია, როგორც მათი გამომსახველი ფორმები და ის, რაც ერთგვარად ჩაწერილია ციურ მნათობებში. როგორც 6-ჯერ 7 საფეხურის მეშვეობით წვდებიან ადამიანის შინაგანი არსის საიდუმლოს,
ასევე 12-ჯერ 7-ის, ანუ 84 ზეაღმავალი საფეხურის მეშვეობით წვდებიან სამყაროს სივრცეულის იდუმალებებს. თუ კი განვლეს ასეთი 12-ჯერ 7, ანუ 84 საფეხური მიადგებიან იმ პუნქტს, სადაც სამყაროს სულიერ ძალთარა ლაბირინთი უკვე დამაბრმავებლად აღარ კაშკაშებს. აქ ადამიანი უკვე ნამდვილად აღწევს სიმშვიდეს და შეუძლია გაერკვეს თვალი ახილოს ამ უდიადეს ლაბირინთში. ესელები გარკვეულწილად ამასაც ასწავლიდნენ. თუ კი ადამიანი ზემო აღნიშნულის მიმართ ხდება ნათელმხილველი, მაშინ იგი დაძინებისას გარდაიღვრება რაღაც ისეთში, რაც 12-ჯერ 7-ის რიცხობრივ საიდუმლოში გამოიხატება. მაგრამ 12-ჯერ 7-ის განხორციელებისას ადამიანი უკვე სულიერ სამყაროში იმყოფება, რადგანაც თუ კი მან განასრულა 11-ჯერ 7, იგი უკვე საიდუმლოს გაცხადების მიჯნაზეა. როგორც 7-ჯერ 7 უკვე სულიერ სამყაროშია, ასევე სულიერ სამყაროშია 12-ჯერ 7. თუ კი ადამიანს სურს იაროს ამ გზით, მან აუცილებლად უნდა განვლოს სულიერ სამყაროში 11-ჯერ 7 საფეხური. ციურ სხეულთა დამწერლობაში ეს გამოხატულია იმით, რომ რიცხვი 7 აღებულია 7 მოძრავი მნათობით, ესე იგი პლანეტებით. ხოლო ის, რაც გავლილი უნდა იქნას სამყაროს სივრცეში, აიღება ზოდიაქალური წრის 12 თანავარსკვლავედის რიცხვიდან. როგორც ხსენებული 7 მოძრავი ციური მნათობი ზოდიაქოს 12 თანავარსკვლავედში წარმოქმნის კონსტელაციებს და ფარავს ამ თანავარსკვლავედებს, ასევე ადამიანმაც სამყაროს სივრცეულში ჩაღრმავებისას, ვიდრე სულიერ სამყაროს მიაღწევდეს, უნდა განვლოს 7-ჯერ 12, ანუ საკუთრივ 7-ჯერ 11 საფეხური. ამრიგად, თუ კი გსურთ, შეგიძლიათ შეიქმნათ ხატოვანი წარმოდგენა. გარემომცველი სულიერი სამყარო მოიაზროთ ზოდიაქური წრის 12 თანავარსკვლავედში, ხოლო თავად ადამიანი მის ცენტრში. მაგრამ სულიერი სამყარო ისე შორს ივრცობა, რომ ვისაც მისი მიღწევა სურს, შუიდან კი არ უნდა დაიწყოს გადადინება, არამედ სპირალურად უნდა განივრცოს. ამასთან იგი ამ დროს თითქოს და ბრუნვით დაივლის სპირალის 7 ხვეულს და ყოველ ჯერზე თითოეული ხვეულის დაბოლოებისას ზოდიაქური წრის 12-ვე თანავარსკვლავედი უნდა ჰქონდეს მოვლილი. ასე რომ მან უნდა გაიაროს 7-ჯერ 12 პუნქტი. ადამიანი კოსმოსში თანდათანობით სპირალურად ივრცობა. ეს რა თქმა უნდა მხოლოდ სიმბოლური ხაცახია იმისა, რასაც ამ დროს ადამიანი განიცდის. და როდესაც ამგვარი ბრუნვით მეშვიდეჯერ გაივლის 12 ზოდიაქოს თანავარსკვლავედს, მაშინ აღწევს ღვთაებრივ სულიერს. ამ დროს, ნაცვლად იმისა, რომ თავისი ცენტრიდან ჭრედდეს სამყაროს, ადამიანი სულიერ გარემომცველი სამყაროდან მისი 12 პუნქტიდან იხედება შიგნით და ასეთნაირად განჭვრეტს მას. ეს უნდა გაიარო, ეს უნდა დაძლიო, თუ კი გსურს იხილო ის, რაც არის სამყაროში. ერთი თვალსაზრისი არასაკმარისია, საჭიროა 12 თვალსაზრისი. ვინც ღვთაებრივ სულიერში განმაღლებას ესწრაფოდა, მას უნდა გაევლო 11-ჯერ 7 საფეხური. მას 11-ჯერ 7 საფეხურზე უნდა გაეტარებინა თავისი ასტრალური სხეული და მე, რის შემდეგაც 12-ჯერ 7-ის მიღწევისთანავე იგი უკვე სულიერ სამყაროში აღმოჩნდებოდა. აი ასეთნაირად უნდა გაევლო ასტრალურ სხეულსა და მეს 12-ჯერ 7, ან საკუთრივ 11-ჯერ 7, რათა ღვთაებრივში ამაღლებულიყო. როდესაც ღვთაებრივ სურს დაეშვას და ასე ვთქვათ, მოირგოს ადამიანური მე, ისიც ასევე უნდა დაეშვას 11-ჯერ 7 საფეხურზე. მას შესადამე, როდესაც ლუკას სახარებას სურს განსაზღვროს ის სულიერი ძალები და შესაძლებლობები, რომლებიც ადამიანის ასტრალურ სხეულსა და მეს ვარგის ხდიან ქრისტეს მისაღებად, იგი წარმოაჩენს ღვთაებრივ სულიერი ძალის 11-ჯერ 7 საფეხურზე დაშვებას. ამას აღწერს ლუკას სახარება, რამე თუ მახარებელი ლუკა წარმოგვიჩენს იმ მეორე პიროვნებას, რომლისთვისაც მომზადდა ასტრალური სხეული და მე. ეს სახარება მათეს სახარების მსგავსად
6-ჯერ 7 თაობას კი არ ჩამოთვლის, არამედ 11-ჯერ 7-ს, რომელთა გავლით თავად ღმერთი ეშვება და ლუკას სახარებისეულ იესო ნაზარეველის ინდივიდუალობაში შემოდის. დათვალეთ კაცობრიობის საფეხურები, მითითებული ლუკას სახარებაში და მიიღებთ 77-ს. მათეს სახარება განასახიერებს იმ ზეგარდმოვლენილი ღვთაებრივი ძალის იდუმალ მოღვაწეობას, რომელიც ქმნის და მსჭვალავს ფიზიკურ და ეთერულ სხეულებს, ამიტომ აქ უნდა დომინირებდეს რიცხვი 6x7. ხოლო ლუკას სახარებაში ასახულია იმ ძალის დაშვება, რომელიც გარდასახავს რა ასტრალურ სხეულსა და მეს 11x7-ში ავლენს თავს. ეს საშუალებას გვაძლევს გავიაზროთ თუ რა სიმაღლეებთან გვაქვს საქმე და რომ ხელდასხმის იდუმალებებს ღვთაებრივ სულიერის ადამიანურ ინდივიდუალობაში დაშვების საფეხურებრივ თანმიმდევრულობას და ანალოგიურ თანმიმდევრულობას ადამიანური ინდივიდუალობის კოსმოსში გასვლისას ამ ჭეშმარიტ იდუმალებებს გვანდობს მათეს და ლუკას სახარებები. ეს კიდევ ერთხელ წავიკითხოთ, ხო? ესე იგი, ეს საშუალებას გვაძლევს გავიაზროთ რა სიმაღლეებთან გვაქვს საქმე და რომ ხელდასხმის იდუმალებებს ადამიანურ ინდივიდუალობაში დაშვების საფეხურეობრივ თანმიმდევრულობას და ანალოგიურ თანმიმდევრულობას ადამიანური ინდივიდუალობის კოსმოსში გასვლისას ამ ჭეშმარიტ იდუმალებებს გვაცნობს მათეს და ლუკას სახარებები. თუ რით აიხსნება ის, რომ ლუკას სახარებაც გვაცნობს შთამომავლობით ჩამონათვალს და ასევე რატომაა, რომ როდესაც მხოლოდ ერთეული ერთგული ადამიანები არიან განდობილი ქრისტე იესოს საიდუმლოს, სწორედ მაშინ ცხადდება, რომ ღმერთიდან და ადამიანიდან ლუკას სახარების იესომდე 77 თაობაა გამოვლილი. ამაზე ხვალ ვილაპარაკებთ.